ნოდან სოფელ აჩხოთში გავემგზავრეთ და წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი მოვილოცეთ. სავანე 1992 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი მონასტერი, რომელიც სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში კომუნისტური რეჟიმის შემდეგ ამოქმედდა. თავდაპირველად აქ საქართველოს ეკლესიის მეთაურის ძმის ვიქტორ შიოლაშვილის სახლი მდებარეობდა, რის შემდეგაც ნაგებობა მონასტრად გადაკეთდა. ამ მონასტრის პირველი წინამძღვარი იყო მამა ეფრემი კეზევაძე. 94-95 წლებში ჩვენი მონასტრის წინამძღვარი იყო მამა სელაფიენი სუნამანიძე. 1995 წელს უწმინდესმა და უნიტარესმა აჩხოთის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა მღვდელმონაზონი იეგუდიანი ტაბატაძე, რაც უკვე ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე იეგუდიანი. მეუფე იეგუდიანი მსახურობდა 8 წელი 2003 წელს. მოგეხსენებათ, რომ მეუფე გამოირჩიეს მღვდელმთავრად. მეუფე იეგუდიანის მღვდელმთავრად დადგენის შემდეგ ჩვენი მონასტრის წინამძღვრად ინიშნება მეუფე იაკობი. მაშინ ბრძანდებოდა მღვდელმონაზონი, შემდეგ 2010 წელს ისევ მეუფე იაკობის მღვდელმთავრად გამორჩევის შემდეგ მონასტრის წინამძღვრად უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით დამადგინეს. აღსანიშნავია, რომ მონასტრის ეზოში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის არქიტექტორი, მონასტრის ამჟამინდელი წინამძღვარი არქიმანდრიტი ანდრია აბაიშვილია. 2006 წელს მოხდა ტაძრის კურთხევა, 2 წელი შენდებოდა ეს ტაძარი და 10 ოქტომბერს უწმინდესის კურთხევით ეკურთხა ეს ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელზე. შემდეგ 2007 წელს აშენდა სამრეკლო, 2008 წელს დაიწყო საცხოვრებლის მშენებლობა, მეორე საცხოვრებლის, რომელიც ჩვენს უკან არის. 2014 წელს დასრულდა. შემდეგ უკვე დამხმარე ნაგებობები ავაშენეთ და 2019 წელს დავიწყეთ გალავნის ნაწილის მშენებლობა. მონასტრის საძმოში ირიცხება 13 ადამიანი, აქედან 9 ბერია, 2 საბერო მორჩინი შემოსილი და დანარჩენებიც საბერო მორჩინები. მონასტრის საქმიანობა არის მეურნეობა, ყავს პატრიარქის კურთხევით 200 წალამდე ცხვარი, ასევე ყავს როხები, ვამუშავებთ მიწას და დაახლოებით 13 ჰექტარი კარტოფილი გვაქვს დათესილი. ასევე გვაქვს საკალმახე მეურნეობა სნოში. აჩხოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრიდან არქიმანდრიტ ანდრიასთან ერთად სოფელ ჯუთაში გავემგზავრეთ. დასახლება ზღვის დონიდან 2020 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურის ლოცვა-კურთხევით სოფელში შენდება მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი, რომლის არქიტექტორიც არქიმანდრიტი ანდრია გახლავთ. ტაძრის ქტიტორი კი მომღერალი დათუნა სირბილაძეა. 2006 წელს ჯუთის მოსახნეობა იყო ჩამოსული სნოში პატრიარქთან და პატრიარქს თხოვეს, რომ უნდათ აშენება ტაძრის და ვის სახელზე შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ტაძარი. და უწმინდესმა ბრძანა, რომ ტაძარი ყოფილიყო მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე აშენებული. ამის მერე ცოტა პაუზა იყო, ვერ მოხდა მშენებლობის დაწყება და 2018 წელს მისი მაღალყოლად უსამრელოების მეუფე იეგუდიანის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ მშენებლობა და ხედავთ, რომ უკვე ამოყვანილი არის დასრულებულია თითო მშენებლობა, გადახურვა სრულდება და შემდეგ დავიწყებთ შიდა მოპირკეთებას და გამზადდება ტაძრის საკურთხეველი.